თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ქებავაზის ასეთი იყო თავდაპირველი სახელწოდება ფესტივალისა, რომელიც 1984 წელს პიანისტ ელისო ვირსალაძის ინიციატივით დაარსდა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ 2010 წელს ახალი სახელწოდებით კვლავ აღდგა და დღემდე კახეთის კულტურულ ცხოვრებას განსაკუთრებულ ბრწყინვალებას ისწევს. გუშინ 20 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე პიანისტი ელისო ვირსალაძე და დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი წარდგა. მათ ბეთჰოვენისა და ბრამსის შედევრები შეასრულეს და თელავის თეატრის სცენას დაუვიწყარი საღამო შემატეს. დღეს კი 21 სექტემბერს სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა 10 წლედის მოსწავლეები გამოვლენ. ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფესტივალი არა მხოლოდ მაღალი კლასის შემსრულებლებით, არამედ ახალი თაობის ხელოვანთა მხარდაჭერითაც გამოირჩევა. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით იმართება, 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მსმენელს კიდევ რამდენიმე დაუვიწყარ საღამოს აჩუქებს. თვითონ ფესტივალი კახეთისთვის გგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თავიდანვე იყო ძალიან სერიოზული მსმენელი ამ ფესტივალზე, მაგრამ ამ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა და ასაკი შეიცვალა, ახალგაზრდები ძალიან ბევრი მოემატა ჩვენ ფესტივალს როგორც მსმენელი და ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრ სხვა კულტურულ ღონისძიებას მისცა ბიძგი ამ ფესტივალმა. რაც შეეხება წლევანდელ ფესტივალს, როგორც ყოველწლიურად ეს ფესტივალი არის ძალიან აკადემიური, ჩვენთან შესრულდება ძალიან ბევრი უკვე ძალიან ცნობილი ნაწარმოები კლასიკური მუსიკიდან, ასევე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები ყავს, მრავალფეროვანი, ასე ვთქვათ, მონაწილეები, როგორც ახალგაზრდული ორკესტრი და ახალგაზრდა შემსრულებლები, თავად ქალბატონი ელისო ორჯერ გამოჩნდება წელს სცენაზე და კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ფორმა და ჟანრი იქნება ჩვენ კონცერტებზე წარმოდგენილი. აი მაგალითად დღეს იქნება ანსამბლის კონცერტი, სადაც ქალბატონი ელისო ოისტრახის კვარტეტთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ხვალ მაგალითად იქნება ნიჭიერთა 10 წლედის კონცერტი, ეს უკვე 21 სექტემბრის კონცერტი არის, რომელშიც იღებს 16 მონაწილე, მონაწილეობას, 16 ახალგაზრდა, 16 მოსწავლე 10 წლებისა და ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. მით უმეტეს, რომ ეს თვითონ ეს 10 წლები ნიჭიერთა 10 წლეთი ეს სკოლა არის არაჩვეულებრივი სკოლა, რომელმაც აღზარდა მთელი პლეიადა ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკოსებისა საქართველოში, რომლებმაც ძალიან ბევრი და დიდი კვალი დატოვეს ქართულ პროფესიულ მუსიკაში. ამ ფესტივალს ძალიან დიდი ფუნქცია აკისრია თავიდანვე. ეს არა მარტო გასართობი და მოსასმენი ფესტივალია, არამედ მას დიდი აღმზრდელობითი დანიშნულებაც აქვს. ამ ფესტივალს გარკვეული კორექტივები შეაქვს საგანმანათლებლო ხელოვნებაში. ეს მიჰყვება დიდი ნეიჰაუზის, ასე ვთქვათ, პრინციპების ხორშესმას მუსიკალური კონცერტების საშუალებით. ამიტომაც წინათ ადრე ამ ფესტივალს ესწრებოდნენ პედაგოგები, ესწრებოდნენ მოწაფეები, სტუდენტები და იღებდნენ ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, გამოცდილებას. გარდა კონცერტებისა აქ იმართება, როგორც მოგეხსენებათ, მასტერკლასები. ამ მასტერკლასების, ასე ვთქვათ, წამყვანი და ხელმძღვანელია ქალბატონი ელისო, რომელიც არა მარტო კონცერტებით ხიბლავს, არამედ თავისი პედაგოგიური დიდი გამოცდილებით და პედაგოგიური არტისტიზმით, რომ ვთქვათ, ესეთი ხელოვნებით მიჰყავს ეს გაკვეთილები, ისეთი გულისყურით, ისეთი სიყვარულით მუსიკისა და ახალგაზრდების მიმართ, რომ ამის მოსმენე ერთი სიამოვნება